მოგესალმებით მეგობრებო. მინდა ვისაუბრო ახალი პატრიარქის ირგვლივ შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟის შესახებ. ესე იგი, პატრიარქმა თქვა, რომ აბორტი ცოდვაა, სხვა რამე ხო არ თქვია რა, აბორტი არის ძალიან დიდი ცოდვა, ძიმე ცოდვა. და ერთი ამბავი ატეხეს. როგორ თუ ეს თქვა პატრიარქმა. ჯვაბა რა სიტყოდა თქვენი აზრით პატრიარქი, რომ შვილებო მოგეტევებათ ეს ყველას? აი თქვენ აბორტები აკეთეთ და მიგეტევებათ? აბორტი რას ნიშნავს? ვაფშე საერთოდ ვერ ვაცნობიერებთ ეთყობა, ხო? ის ხალხი, ვინც მაგაზე აღშფოთებით საუბრობს. ვინც ზოგადად მაგაზე საუბრობს, უმეტესობა არ დადის ეკლესიაში. უმეტესობა არ არის ყოველ შემთხვევაში მაზიარებელი და აღსარებელი. თორემ აღსარებელმა და მაზიარებელმა ადამიანმა იცის და გაიგო რა თქვა ახალმა პატრიარქმა, ხო? ახალი ხო არა თქვი არაფერი. აბორტი არის ცოდვა. აბორტი არის მკვლელობა, ჩასახული სიცოცხლის, ახალი სიცოცხლის, რომელსაც უკვე სული აქვს, ხელი აქვს, ფეხი აქვს, მოძრაობს. ბავშვია უკვე, პიროვნებაა. ოღონდ არ არის დასრულებული მისი ჩამოყალიბება იმ ხრივ, რომ მოევლინოს ქვეყანა ჯერჯერობით, ინკუბაციურ პირობებშია, თორემ სულიერი არსებაა, ხო? როგორ ხდება ერთი ანახო უნდა მაგას როგორ ხდება აბორტი? ჭრიან ბავშვს და გამოყავთ, ხო ასეა? და ეს რომ ბავშვი აბა რო დაიბადება მერე მოკალე. ერამნიშო მუცელში არის მოძრაობს, ცოცხალია, შენიდან იკვებება. რო დაიბადება მერე თუ მოკლა ვის უკვე მკვლელობაა და ის არ არის. და ეგ რომ ცოდვა მაგას რო ამბობს რა გაგიკვირდათ? და თქვა ასეთი ოჯახები რა თქმა უნდა დამამძიმებელ ცოდვაშია. კი ბატონო. მაგრამ ის კი არ უთქვია რომ არ მოეტევებათ თუ არ შეინანებენ. ეხლა ცოდვა ერთადერთი ცოდვა რომელიც არ გეპატიება და ვერ შეინანებ თვითმკვლელობაა. ვერ შეინანებ ფიზიკურად, იმიტომ რომ მოგდი და რომ მოგდი მე შენ სინანულს ფიზიკური იმით ვერ გააკეთე. ანუ არ ხარ ამ წუთის სოფელში და სული ხარ, ხო? სულის სინანული აღარ არის უკვე. შენ ხორციან მდგომარეობაში უნდა გამოიჩინო სინანული თუ არა. იქ რო წახვალ და დაინახავ რა არის ჯოჯოხეთი და მერე რა არის 64 მაგას რო დაინახავ, მერე ყველანანოს რა თქმა უნდა. შენ აქ მოგეთხოვება, აქ ჩადენილი ცოდვებით მოგეთხოვება, ხო? და სიცოცხლის ბოლომდე სანამდე სუნთქავ და სანამდე ცოცხლობ, მანამდე გაძლევს უფალი შანს რომ შენ მოინანიო. უბრალოდ არ უნდა გადადო, იმიტომ რომ არ იცი შენ რამდენი ხანი იცოცხლებ. ამიტომაც რომ მაინც ვინმე მიცოდეს რომ რამდენი ხანი იცოცხლებს, სიკვდილის წინა დღეს მოინანიებს ყველაფერს და წავა. სუფთად. მაგრამ ოჯახები, რომლებიც აბორტის ცოდვით არიან დამძიმებული, უდიდესი ცოდვაა ეს. და ამ ცოდვაზე ისაუბრა, ვინც დამძიმებულია და არ მოუნანიებია, ხო ასეა? სინანული კიდე ისე კი არა რომ აიმე მივედი და მაპატიე და უბრალოდ რაღაცა ბილწიტყოობის გამო რომ აღსარებაში მოინანიებ და ცოდვასაც ხო სიმძიმე შეიძლება ისიც არ გეპატიოს. ვინ ვიცი ჩვენ როგორი სინანული გვეპატიება როდის? უბრალოდ რომ დავწერეთ და მივეცით ჩვენს მოძღვარს? რამდენი ვწერთ, ასე მე პირადად და ბევრი ჩემნაირი, ხო? ყველაზე დიდი ცოდვილი მე ვარ. დავწერთ, მივალთ, ზოგჯერ ისე ვამბობთ, ანუ ზეპირად ცოდვას, ზოგჯერ დავწერთ და წერილობით გადავცემთ მოძღვარს. წაიკითხავს შენდობის ლოცვას წაგვიკითხავს რომ გვაპატიოს უფალმა, გვიშვამდგომლებს. მაგრამ ჩვენ გონია ის ჩამოგვეწერა? გულწრფელ სინანულს აქ მიტევება, ხო? ეხლა თქვი და ვსო და რაღაცა ესე არ ხდება. გულწრფელი სინანულით. და ლოცულობთ იმისთვის რომ ჩვენი ჩადენილი ცოდვები მოგვეტევოს.
შეგვიწყალოს უფალმა, იმიტომ რომ უფალი მოწყალია და ბოლომდე გვპატიოს. თუ მოვინანიებთ. თვითმკვლელობის გარდა, იმიტომ რომ თვითმკვლელობის ვერ ვახერხეთ ფიზიკურად, რომ მოვინანიოთ, ხო ასეა. მაგის გარდა ნებისმიერი ჩადენილი ცოდვა მიტევებადია გულწრფელი სინანულით. გააჩნია როგორი სინანული და როგორი მწუხარება გექნება შენ ცოდვაზე. რა თქვა პატრიარქმა ისეთი, რაც არ უნდა ეთქვა და რაც წინა პატრიარქს არ უთქვია, ან თუნდაც მანამდე პატრიარქებს. მაგრამ იცი რა არის? ეს ისეთი სენსიტიური თემაა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს შეეხო, ხო? და ეს ამ ბევრი ადამიანების აღშფოთების გამოწვევა უნდათ ჩვენს ერის მოძულეებს. ამ აღშფოთების ტალღის აგორება უნდათ, იმიტომ რომ ახალი პატრიარქი სანამ ხალხში სიყვარულს და ავტორიტეტს მოიხვეჭს ბოლომდე იმ დოზით, რა დოზითაც ჩვენს წინა პატრიარქს ჰქონდა, აც განსვენებულ უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს, იმასაც უტევდნენ, კაცო. ნაკლები შეტევა ჰქონდა და ნაკლები იგი ჰქონდა, რა ქვია, ბრძოლები ჩვენი ავის სურველისგან, ავის სურველი ხალხისგან, გარემტრებისგან თუ შიდამტრებისგან, ნაკლები ბრძოლა ჰქონდა, მაგრამ იმ დოზით ვერ ბედავდნენ, რომ თელს ერს უყვარდა და ჰქონდა მის სიტყვას დიდი წონა. ეხლა სანამ ახალი პატრიარქის სიყვარულს შეიგზნობს ხალხი და მარტო სიყვარულის იგი ხوارა, სიყვარულით ყველა გვიყვარს. აი ნდობა მის სიტყვას სანამ დიდი ძალა ექნება, მანამდე ცდილობენ ჩანასახშივე, რომ გააჩინონ ბზარი ნდობაზე, სიყვარულზე, პატივისცემაზე პატრიარქის მიმართ, ნახე ეს რა თქვა, ნახე თქვენ შენ შეგეხო, შენზე თქვა, ვერ მოხდები 60-ში, იმიტომ რომ ამფერი ცოდვა გაქვს. შენ რატო განიკითხავ, რატო მსჯელობ ისე? იმან თქვა რომ ეს არის ძიმე ცოდვა. შეინანეთ. დააფიქრა ხალხი ბოლო იმაზე, თუნდაც იმ მორწმუნეს შენ მაინც არაფერი არ გეშველება და შენ მაინც არ გააკეთებ არაფერს, მაგრამ ვინც მორწმუნეა ის დააფიქრა რომ ის მაინც გადაარჩინოს. და იმან მაინც არ ჩაიდინოს ესეთი მძიმე ცოდვა. ისედაც გამრავლებაზეა პრობლემა საქართველოში. და თუ რაიმე ისეთია რომ აუცილებელია ქირურგიული ჩარევა, სამედიცინო იგი აუცილებელია რომ რაღაცა განვითარების პრობლემაა ბავშვის და შეიძლება დედაც მოწამლოს და რაღაცა ესეთი რაღაცეები ხდება, ეს კი ბატონო. ეს მესმის ხო, მაგრამ ის რომ ვაიმე და დაგეგმილი ორსულობა თურმე არ მინდოდა და შემთხვევით მოხდა და ეხლა ბავშვის თავი არ მქონდა და ეხლა კარიერის მოწყობა მინდა და მერე ბავშვი და ვაიმე შემთხვევით აღმოჩნდა ბავშვი თურმე და ეხლა მევიცილოთ. რას ქვია მეიცილო ბიჭო? ანუ რომ ვერ მოიცილო, რომ ვერ შეიტყო, არის რომ ორსულობას 6 თვე თუ რაღაცა ვერ ხვდებიან და დრუგ და უცებ დაიბადოს. მოკლავ. დაუგეგმავი იყო. ის კი იგივე მკვლელობა, ჭრი ხელს, პეხს ესე აჭრი და გამოგხავს. ისიც ცოდვაში ვარდება, ის ექიმი და შენც თანაბრად ინაწილებთ იმ ცოდვას. რა გითხრა? კაიაო, გითხრა პატრიარქმა და მიდი გააკეთეთო. თუ პირიქით ადამიანო, სიკეთეთ თქვა. რომ ეს არ შეიძლება შვილებო, ხო? მარა ეს ეხლა იმათ გასაგონად არ ვიძახე. იგენს რამე არ ეშველება, ვინც ეგ თემა წამოაგორა და ცდილობენ ამით იმ ხალხის მანიპულირებას, ვის გზნობებსაც და იმას შეეხო სიტყვაზე ცოდვებით იქნება თუ რაღაცით, რომ იქნება და ბზარი გააჩინოს ამ ხალხის გულებში ახალი პატრიარქის მიმართ. რომ უფრო მარტივად შეებრძოლონ ჩვენს დედა ეკლესიას. მთელი მსოფლიო რამხელა ცოდვის ჭაობშია ჩაფლული, ხო უყურებთ არა? რა დღეში არიან? გაგანია ომი აქვთ, ეგერ და გეი პარადებს მართავენ ცალიათ მაგისტრის. და ამერიკაში ეგერ ხო ნახეთ, კაცო, დემოკრატიის შუქურაა. მისგენ მივილტვით, რომ მასთან მეგობრობა გვინდა, მისი მხარდაჭერა გვინდა და თურმე რეები ხდებოდა იმ კუნძულზე ყველაზე ცნობილი და პატივსაცემი ხალხისგან. აი ეს ზუსტად. შენ მუცელში კლავდა, ისინი დაბადებულს კლავდნენ და ჭამდნენ. ეს უარეს შემთხვევაში.
ის კიდე მარტივია გაუპატიურება მაგის ფონზე, ხო? აქციისაა მარტივი და არაფერი, საშინელება და ავადმყოფობა. ეგ ხა დემოკრატიის შუქურის მამები აკეთებდნენ მაგას. გადაირია და შეიშალა მსოფლიო. რამეს ვერ უზამთ თქვენ ჩვენს დედაეკლესიას? მან ქურთებს გეუბნებით, იმიტომ რომ წაგებულ ბრძოლაში ხართ. ჩვენ მორწმუნეებმა ვიცით, რომ ეს ბრძოლა მოგებული გვაქვს, წინასწარ ვიცით. 2000 წლის უკან დაიწერა მაი და მის მერე წმინდა მამები ყოველთვის გვამხნევებენ და გვეუბნებიან, რომ ჩვენ მორწმუნე ხალხი მოგებულ ბრძოლაში ვართ. თქვენ ვერ მოუგებთ სიკეთეს. ბოროტებას არასდროს მოუგია. ნაწინასწარ მეტყველებია ესეც, რომ საქართველოში სატანა ტახტს ვერ დაიდგამს. ბოროტება ვერ გამეფდება საქართველოში. დედა ღვთისმშობლის წილხვედ ივერიაში. ეს თქვენ გამწარებთ და მაქსიმალურად ცდილობთ, იცით რომ დამარცხდებით აქ, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობთ რომ შედარებით ბევრი ადამიანი ჩაითრიოთ მაინც და შედარებით ბევრი ადამიანი გახვიოთ ცოდვაში. შემდეგი ქადაგებებიც არ ექნება თქვენთვის სასიამოვნო იმ მანქურთებს გეუბნებით, ვინც ეკლესიის მტრები ხართ. არც ერთი შემდეგი ქადაგებები არ ექნება პატრიარქს თქვენთვის მოსაწონი. რა თქმა უნდა, ჩვენს მორწმუნეები ველოდებით თქვენგან შემდეგ აგრესიებს. მაგრამ არაფერი გამოგივათ. დედა ღვთისმშობელი იცავს ჩვენ საქართველოს. უფალი ლოცავს ყველა მორწმუნეს. ფარველობს წმინდა გიორგი, წმინდა ნინო, მამა გაბრიელი, წმინდა მამა გაბრიელი. ყველა წმინდანი ვფარველობს, ვისაც შემწეობას შევთხოვთ. თქვენ გფარველობთ ბოროტი და სატანა, რომელსაც თქვენც არ უყვარხართ. და ბოლოს ჩვენ შორის განსხვავება ის არის, რომ ჩვენ მიუხედავად თქვენი გველობის, სიბოროტის, მაინც ესე ვამთავრებთ ჩვენ საუბარს და თქვენზე ესეთი სურვილი გვაქვს. უფალმა შეგინდოთ და მოგიტევოთ თქვენი ცოდვები, გამოფხიზლებულიყავით და გამოსწორებულიყავით და დაბრუნებულიყავით ქრისტეს წიაღში, დედა ეკლესიაში. ამინ.